ვაქცინის, წამლის, თერაპიის ხერხების გარეშე კაცობრიობა სრულად სხვაგვარი იქნებოდა. შეიძლება ცივილიზაციის სტრუქტურაც შერყეულიყო. თუმცა იმისთვის, რომ წამალმა ეფექტურობა შეინარჩუნოს, აუცილებელი არა მხოლოდ მართებული დამზადება, ასევე დადგენილი სტანდარტების მიხედვით შენახვაც. პერდიუს უნივერსიტეტიდან დოქტორმა ელიზაბეთ ტოპმა კარიერა ფარმაცევტული პრეპარატების სტაბილურობის და დაშლის შეჩერების კვლევას მიუძღვნა. როდესაც პანდემიის დროს mRNA-ის საფუძველზე ვაქცინის წარმოება დაიწყო, პირველი Pfizer-ის ვაქცინა გაჩნდა და ყველამ გავიგეთ დიდი სამაცივრე საწყობების შესახებ, სადაც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე Celsius-ით -80 გრადუსზე ინახებოდა ვაქცინა. საქმე იმაშია, რომ mRNA-ის საფუძვლის ვაქცინა ძალიან ადვილად იშლება და შედეგად წარმადობას კარგავს. ამიტომაც საჭიროა განსაკუთრებული შენახვის ტემპერატურა და ფრთხილი მოპყრობა. Pfizer-ისა და Moderna-ს COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინა mRNA-ს ეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ იყენებენ მატრიცულ RNA-ს, რომელიც უჯრედში DNM-ის მსგავსია. DNM-სა და RNA-ს სტრუქტურებს შორის განსხვავება ყოველ ელემენტში ჟანგბადის ატომის არსებობით განისაზღვრება, რომელსაც რიბოსა ეწოდება. ეს ელემენტი მრავალჯერ მეორდება. სხვათა შორის ზუსტად ეს განასხვავებს RNA-ს DNM-ისგან. ჟანგბადის ატომის გამო RNA-ი Celsius-ით -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. სხვაგვარად ვაქცინა მსოფლიოში ადამიანებისთვის მიწოდების დროისთვის მთლიანობას დაკარგავს. ელიზაბეთი და მისი კოლეგები mRNA-ის ქიმიური სტრუქტურის დროებით ცვლილების ხერხებს იკვლევენ, რათა დაშლა შეაჩერონ. კერძოდ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ mRNA-ის მყიფე მოლეკულები ცხიმოვან გარში უნდა იყოს მოთავსებული, რომელსაც ლიპიდური ნანონაწილაკი ეწოდება. ნაჭუჭის მსგავსად ლიპიდური ნანონაწილაკები mRNA-ს იცავს. შემდგომ კი პაციენტის უჯრედში მოხვედრას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც ლიპიდური ნანონაწილაკები იშლება და mRNA-ს ანთავისუფლებს ადამიანის სხეულში. მედიკამენტების ეფექტურობის შენარჩუნების სხვა ხერხებიც არის. მედიკამენტების დაშლის შეჩერების ერთ-ერთი ხერხი მის გამყარებაში მდგომარეობს. მაგალითად, ზოგჯერ ვაშრობთ და აბებსა და კაფსულებს ვაკეთებთ. ხშირად ამგვარი სახით უფრო სტაბილურია ვიდრე ხსნარი და მრავალ მედიკამენტს, რომელსაც აფთიაქში ხედავ, სავარაუდოდ ამგვარი ფორმა გააჩნია. აცრისთვის განკუთვნილი წამლის მყარ ფორმასაც ვაწარმოებ. ელიზაბეთის თქმით, მას გამუდმებით ეკითხებიან, რატომ ვერ ახერხებს მეცნიერება ისეთი წამლის მოლეკულის შექმნას, რომელიც არ იშლება. საქმე იმაშია, რომ ამგვარი მარადიული მოლეკულა არსებობს, თუმცა ხშირად ადამიანისთვის მავნია, ვინაიდან ექიმს სჭირდება, რომ ფარმაცევტული პრეპარატი საბოლოო ჯამში ორგანიზმში დაიშალოს და სამუდამოდ არ დარჩეს. თუ ვილაპარაკებთ უფრო მყარი mRNA-ის შექმნის ტექნოლოგიაზე, მაშინ აშკარაა, რომ ერთ-ერთი ასპექტი, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ, არის mRNA-ის საფუძვლის ვაქცინა. როგორც ცნობილია, მოწინავე mRNA ვაქცინა პირველად COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენეს და ყველა სახის mRNA ვაქცინას კარი გაუხსნეს. RNA ვაქცინებს შორის არის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაც. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე საუბარი, მაგრამ არსებობს ვაქცინა, რომელიც კიბოს გაუნებელ ყოფასთან ერთად მკურნალობს კიდეც. ეს არის mRNA მოლეკულები, მსგავსი რიბონუკლეინის მჟავის სტრუქტურის მქონე მოლეკულების უფრო ვრცელ რიგს მიეკუთვნება. ზოგი საკმაოდ პატარაა და უწოდებენ ოლიგოს ან ოლიგონუკლეოტიდს. არის საშუალო ზომისას. თუ დიდი მოლეკულების სტაბილიზაციას ვისწავლით, მაშინ ეს ტექნოლოგია მცირე და საშუალო მოლეკულებისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია შეიძლება წამლის წარმოებისთვის იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა ინფექციური დაავადების და კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ მისი გუნდისთვის ფარმაცევტული პრეპარატები ზუსტად იმის გამო არის საინტერესო, რომ ის მუდმივი არ არის მყარი. მისი თქმით, თუ ყვავილი მარადიულად ყვავის, მაშინ ეს უკვე ბუნება კი არ არის, არამედ პლასტიკი. და ყვავილის მსგავსი სიმყიფის მსგავსად გამოირჩევა ზოგი პრეპარატი, რომელზეც მუშაობს თანამედროვე მეცნიერება. Алексей Горбачев, Сергей Дагатарь, специально для программы «Детали».